ლუცახარში კომპანია მთიელს კომპოზიტორი აკო ბობუხიძის ოჯახის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, კომპანიამ სარეკლამო რგოლის მუსიკა უნებართვოდ გამოიყენა. კომპოზიტორის შვილისია ბობუხიძის თქმით, რეკლამაში გამოყენებული მონადირი სიმღერა ეკო ბობუხიძემ 25 წლის წინ დაწერა და ის პირველად გოდერძი ჩოხელის ფილმში 64-ის გვირგვინებში გაჟღერდა. მთიელს სარეკლამო რგოლი კომპანია TBC TV დაუმზადა. ისინი ოჯახის წევრთა ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოყენებული მუსიკა ხალხურია. დავას საქართველოს ავტორთა საზოგადოების სპეციალურად შექმნილი კომისია რამდენიმე დღეში განიხილავს. იმათ საავტორო ორგანიზაციას მიუტანეთ თქვა იმათი შესრულებული რაც იყო მის სარეკლამო რგოლი მივიტანეთ ჩვენი ორიგინალური მუსიკა რომელიც ნოტებიდან არის დაკრული და ეხლა დაინიშნა კომისია. ახლა საინტერესოა თუ ეს ჩვენ ერთ დღეს მართლა მოხდა რაც არ მგონია რომ მოხდა ის რომ კომისიის სამივე წევრი ერთად დაყრდნდა და ვერ გაიგეს ნამდვილად ის მუსიკა მაშინ მეზულებული ვიქნებით შევიტანოს არჩელი. ადამიანი იყო მოყვანილი თვითონ სარეკლამო რგოლს რაღაც დასრულებული თემა საერთოდ არ ადევს, ეს არ არის მუსიკა, ეს არის რაღაც დამოუკიდებელი აკორდები, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ და შესაბამისად ვერ ხვდები რატო უნდა ქონდეს მაგას საერთოდ კავშირი ვიღაც კომპოზიტორის იმასთან. ჩვენ მოგვიწია შეგვექმნა კომისია, სპეციალური ხუთკაციანი კომისია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, რომელიც განიხილავს ამ საკითხს და დადებს დასკვნას ნამდვილად გამოყენებულია თუ არა ეს მუსიკა ამ კლიპში. ამ დასკვნის მიხედვით ჩვენ უკვე მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას კომპენსაციის, კონკრეტული თანხის გადახდის თაობაზე.